მოძრაობა დავითიანის პროექტ წიგნიერი ლიდერის მონაწილეები წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებს სასწავლებლის წარმომადგენლები შეხვდნენ. პროექტის მონაწილეებმა უნივერსიტეტის დაარსების, მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. წიგნიერი ლიდერი ამ სახელწოდების პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ხორციელდება. ამ დროისთვის მასში თბილისში არსებული 30-მდე სკოლის 150 მოსწავლეა ჩართული. პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს გასვლითი ღონისძიებები უტარდებათ. პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი ახორციელებს. დავითიანი თავისი პროექტის წიგნიერი ლიდერის ფარგლებში ძალიან მრავალ მხრივ აქტივობებს თავაზობს ჩვენს მოსწავლეებს, ვინც ჩართულები არიან ჩვენს პროექტში. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ დავითიანში მოსვლა და იქ რაღაც სალექციო კურსი, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებები, საკლუბო მიმართულება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფორიენტაციული მიმართულება და გვინდა რომ ბავშვებს გავაცნოთ სხვადასხვა პროფესიები, სხვადასხვა სასწავლო მიმართულებები, სადაც შეიძლება თავიანთი თავი იპოვონ. ამისი ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს, რომელიც ჩვენ უკვე რამდენიმე წელია დავნერგეთ და წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან ერთად, სამგუსთან ერთად ძალიან საინტერესო აქტივობას თავაზობთ ჩვენს მოსწავლეებს. ისინი მოდიან, ჩვენ მოვდივართ, სტუმრობთ უნივერსიტეტს, ქართულ უნივერსიტეტს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ღია კარის პრინციპით, ძალიან ესე საინტერესო და გულუხვად გვხვდება ხოლმე. გვაცნობს თავის შესაძლებლობებს, იმ ფაკულტეტებს, იმ სპეციალობებს, რომლებიც აქ ისწავლება, იმ ნოვაციებს, რომელიც ინერგება და უნდა აღვნიშნო, რომ შარშან როდესაც ვიყავი და გავეცანით პირადად მეც რომ გავეცანია უნივერსიტეტის ამ სასწავლო მიმართულებებს, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ის ტექნოლოგიები, თუნდაც ის ინფრასტრუქტურა, ის დამოკიდებულება სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის, რაც ძალიან შთამბეჭდავი და მომხიბვლელია და შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი მოსწავლეები ბევრი არის აქ უკვე სტუდენტი, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს, კვირეულს ვატარებთ და მთელი კვირის განმავლობაში სანგო, ესე მასპინძლობს და დიდი მადლობა მინდა გადავხადო ადმინისტრაციას ამ შესაძლებლობისთვის. ქართული უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მსგავს პროექტებს მასპინძლობს. დავითიანს ძალიან დიდი მადლობა, რომ მეორე წელია უკვე ნდობას გვიცხადებს და ჩვენს უნივერსიტეტში ატარებს კვირეულებს და წიგნიერი ლიდერის მოსწავლეები მოდიან. პარალელურად ჩვენ ღია კარის დღის პრინციპით ვაცნობთ უნივერსიტეტს, რა შეთავაზებებს სთავაზობს უნივერსიტეტი, როგორც სტუდენტები ხვდებით სანგოს ელჩები და ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რა მოლოდინები გქონდა, რა დაგხვდა და ასე შემდეგ, რაც დაეხმარათ დავითიანის მოსწავლეებს და ბევრმა უკვე დაამთავრა ჩვენი უნივერსიტეტი და პარალელურად ბევრი უკვე აპირებს, რომ აირჩიოს ქართული უნივერსიტეტი. ეს ფაქტი ძალიან გვახარებს და უნივერსიტეტის სახელით მადლობას ვუხდით დავითიანს. წიგნიერი ლიდერი ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ იგი გვეხმარება არ მხოლოდ განათლების მხრივ და იქ ვსწავლობთ ძალიან ბევრ რამეს, არამედ ვიჩენთ ბევრ მეგობარს და გვაქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობები. იქნება ეს დავეხმაროთ სხვა ადამიანებს მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში, თუ სხვა. სწავლების მხრივ ასე რომ ჩემეძით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაც შეეხება უნივერსიტეტს, შემეძლეთ აქ ძალიან კარგი სივრცე არის ყველა მოსწავლისთვის. ჩემთვის წიგნიერი ლიდერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ვიგებ ბევრ ახალ ინფორმაციას. სწორედ ერთ-ერთი იყო პირველი სემესტრი, რაც უკვე დავამთავრეთ. აქ გავიარეთ ძველი აღთქმა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ბევრი რამე ვიცოდი, მაგრამ ბევრი ახალი რაღაც გავიგე. რაც შეეხება უნივერსიტეტს, ძალიან მომეწონა, რადგან აქ დამხვდა თბილი გარემო და მომავალში ვაპირებ აქ ჩაბარებას. შეგახსენებთ, რომ პროექტი წიგნიერი ლიდერი 2009 წლიდან ხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარდათ.